პირველი რაუნდი. შეტევით დაიწყო ნატროშილმა. მოატყა ეხლა გააღწია მარაბადის მარჯვენამ. ახლობთ ერთ სტილის მიმდევარია ეტყობა ეს ოთავზოლას. ორივე ისეთ კარგი დარწმის პატრონი. თუმცა გამოსილების ასაკის დიდი უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ხარაბაძეს პირველი ტურნირია შეიძლება ეს კაცებში ნატროშვილისთვის. მოარტყა ეხლა ნატროშვილმა მარცხენა კარგად შეუტია. ამულოება რაუნდის. ნატროშვილს მითხრა მისცა 4 მსაჯმა უპირატესობა პირველ რაუნდში. ერთმა ხარაბაძეს.
მოუმატებს რა თქმა უნდა ხარებაძე. მოვეთ გადმოუვარდა ეხლა ამისთვის შეიძლება გაფრთხილება მიიღოს. პირველი შემჩნევა ქონდა უკვე ნატრაშვილს რომ თუმცაცავი გამოუვარდა პირიდან. მეორედ მიიღო შემჩნევა. დავტყმის შემდეგ არ გადმოვარდნია თქვა თან და ამაზე გაფრთხილებები გვინახავს ჩვენ თუნდაც ამ ტურნირზე. მომორტყე მარცხენა მუსელში ნადროშვილმა კიდევ ერთი მარცხენა მუსელში თავს კარგად იცავს ნადროშვილი. კამართან გაუვიდა რამდენიმე დარტყმა ხარობაძეს შეუძლია თვითონ ნადროშვილმა მარცხენა პირდაპირ მიაღწია მიზანს და შემდეგ ქუთაისელის სერია ნადროშვილსაც შეუძლია კამართან მორტყმა. ისეთი ადვილი დასამარცხებელი არ არის ნადროშვილი, ეწაგებული რაუნდის შემდეგ უცებ მოუმატებს და მოუგეფაგებ წყვილ დარტყმა გამოუვიდა ამასობაში ხარაბაძე. ესეთი მოკლე მარჯვენა ხუკი და შემდეგ მარცხენა მიაყოლა. შეტევა დააპირა ნადროშვილმა იოლად გააკავა ხარაბაძემ. ბოლო 10 წამის დრამატურგია მოითხოვს რომ მესამე რაუნდში გამოვლინდეს გამარჯვებული. ნახოთ მოახერხა თუ არა ხარაბაძემ მეორე რაუნდის მოგება. ვერ მოახერხა 2-3-ია შესაბამისად. თუმცა შანსები აქვს კიდევ 2 საჭთან იგებს 28-ს ნადროშვილის 3 საჭთან ანგარიში გათანაბრდა ეს ხარაბაძეს შანს უდროებს. კიდევ ერთი მსაჯი ყოფილიყო 28 უკვე გაჭირდებოდა ამ ოთაბძოლის მოგება შესაბამისად ეხლა აი სამი კონკრეტული მსაჯი ჭირდება გიორგი ხარაბაძეს და ანდა 10 თვლა მოგება 10 თვლა ნადროშვილის დამარცხება არ არის იოლი. ანუ ჭირდება ხარაბაძეს 5-0-ზე უპირობოდ მოიგებს 4-1-ზე და 3-2-ზე შეიძლება ვერ მოიგოს, იმიტომ რომ კონკრეტული სამი მსაჯი ჭირდება. შექონდა ეს ბევრჯერ ამ ტურნირზე აი ეს სიტუაცია. ნადროშვილს ჭირდება ამ სამი ნეიტრალური მსაჯიდან ერთ-ერთის მიმხრობა მხოლოდ მესამე რაუნდში, ანუ ბევრად უკეთეს სიტუაციაშია ნადროშვილი. აი ხა მთელი ძალით უნდა ამუშავდეს ხარაბაძე თუ მეორე რაუნდში არ იყო ის მისი მთელი ძალა რაც გვაჩვენა. ჩვენ ხედავთ რომ ნადროშვილი უტევს
მოარტყა თუ ისე ძლიერი ნატროშვილმა, მაგრამ მოარტყა კიდევ ერთი აპერკოტი ლურჯი კუთხიდან. კიდევ ერთი ქვემოდან ნატროშვილი ისევ ნახა პასუხი ხარაბაძის შემდეგ მოხვდა კიდევ ერთი ნატროშვილს და აი კულმინაცია ბოლოს ადრაც უთნახევარია ვარწე ხარაბაძე მარჯვენა შემდეგ მუცელში მარცხენა ეს ბოლო ერთი თითქოს ხარაბაძეს იყო, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად საკმარისი იქნება. ბოლო წუთი მიმდინარეობს. ნატროშვილი ხარაბაძე ჯერჯერობით ნატროშვილი იგებს 2 რაუნდის შემდეგ 2 მსაჯთან. სისხლი კარგი ხანია დასდინდა ხარაბაძეს ექიმთან გამოუშვა რეფერიმ. ესეთი ბოლო მხრივი შებმა. ბოლო 10 წამი. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია. შეიძლება ბოლო დარტყმამ გადაწყვეტოს იმდენად თანაბარი ბრძოლა. ბრძოლის დასასრული არა ვარ დარწმუნებულიო ხარაბაძე მოიგო. მე მგონი მოიგო ნატროშვილმა, იმიტომ რომ განსაკუთრებული უპირატესობა ისეთი რომ აი მაინც და მაინც 5-0 მოიგო. არჩანდა კარგი ბრძოლა იყო. მოულოდნელობა იქნება, რა თქმა უნდა, ნატროშვილმა რომ მოიგოს, არა იმიტომ რომ ცუდი მოკრივია, პირიქით ძალიან კარგი მოკრივია, მაგრამ პირველი ტურნირია კაცებში. და შეხვდა საქართველოს ბოლო წლების აი ამ ზონის უდავო ლიდერს 75 კილოგრამის. მიხა მსაჯების ვერდიქტს ველოდებით. 2 მსაჯთან 28 იყო ანგარიში ნატროშვილის სასარგებლოდ, 3-თან იყო 19-19. სულიად კონკრეტული მსაჯები ჭირდება ეხა ხარაბაძეს, აღარ მახსოვს რომელი მსაჯი იყო. მსაჯების განსხვავებული გადაწყვეტილებით შემოდის გამარჯვებულია. მოიგო ნატროშვილმა მესამე რაუნდი მოიგო ხარაბაძემ 3-2, მაგრამ აი ნეიტრალური მსაჯებიდან ერთ-ერთმა მისცა უპირატესობა გიორგი ნატროშვილს საბოლოო ანგარიში გამოვიდა 3-2 ნატროშვილის სასარგებლოდ. ეს როგორც გითხარით მოულოდნელობაა, გიორგი ხარაბაძე დარჩა ბრინჯაოს მიზნით. გიორგი ნატროშვილი გადასახადო ჩემპიონატის ფინალში. გიორგი